კვლავ მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით. გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულ და ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა მემორანდუმს წინ უსწრებდა თამარ მახარაძის ფილმის ჩვენება, რომელიც მე-17 საუკუნის იტალიელი კათოლიკე მისიონერის და მეცნიერის ბერნარდე ნეაპოლელის საქართველოში მოგზაურობას ეხება. ასე რომ ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრები, ფილმის რეჟისორი თამარ მახარაძე, ასევე ფილოლოგი მაია მაისურაძე და სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება მირიან ხოსიტაშვილი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე. ქალბატონებო, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, მაგრამ როგორც დავაანონსე, მემორანდუმს წინ უსწრებდა ქალბატონ თამარ თქვენი ფილმის ჩვენება და ზოგადად ეს იდეაც თქვენგან წამოვიდა და მოდით აი ეს პერიოდი გავიხსენოთ და როგორ გადაწყდა ანუ ფილმის გადაღება ყველაფერზე გვესაუბრეთ ანუ შემოქმედებით ჯგუფზე რა თქმა უნდა არავინ არ უნდა გამოვტოვოთ რა იდეა ჩადებული ზოგადად ვინ არის ბერნარდე ნეაპოლელი რა როლი მიუძღვის მას ჩვენს ისტორიაში თუნდაც იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი ისტორია მოკლედ სასაუბრო ბევრია და დავიწყოთ დილამშვიდობის ძალიან დიდი შესავალი გამომივიდა ჩვენელს ნინო მოგესალმებით და დიდი მადლობა რადიო იმედს რომ ინტერესი გამოთქვა ამ პროექტის მიმართ რაც შეეხება ბერნარდ ნეაპოლელს ფილმის გადაღების იდეა 2 წლის წინ დამებადა და ამ თემაზე ვსაუბრობდით მე და ქალბატონი ქეთევან დუმბაძე ამჟამად მწერალთა სახლის დირექტორი ხოლო იმ დროს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და კულტურის კომიტეტთან ერთად და კულტურის სამინისტროსთან ერთად გადავწყვეტეთ რომ დავუკავშირდით ნეაპოლის ბიბლიოთეკას, მოვიკითხეთ ეს ხელნაწერები, საქმე ის გახლავთ რომ ბერნარდ ნეაპოლელი გახლავთ საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერთაგან ბოლო წარმომადგენელი, სულ ბოლო თაობის მისიონერი. ეს ასე ხდება ხოლმე, იცით თავიდან იწყება რაღაც გარკვეული მისიები, პოლიტიკური იქნება თუ კულტურული ძალიან აქტიურად და შემდეგ რაღაცნაირად დასასრულისკენ მიდის ეს ყველაფერი და ბერნარდ ნეაპოლელი სწორედ ამ ბოლო თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც 9 წელი გაატარა საქართველოში, მეცნიერთა ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ 7 წელი გაატარა. ამაზე ნდაობენ. კი ბატონო. ბერნარდ ნეაპოლელი ცხოვრობდა აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც აქ გახლდათ მეფე შაჰნავაზი. და იმ ჩანაწერები, რომელიც მას აქვს გაკეთებული, სწორედ აი ამ პერიოდის საქართველოს ყოფას, საქართველოს ცხოვრებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საერთაშორისო ურთიერთობებს და ლიტერატურულ ცხოვრებას ასახავს. ამდენად ეს დოკუმენტები არის ძალიან საინტერესო, როგორც ისტორიკოსებისთვის, ასევე უბრალო მაყურებლისთვისაც თუ ამას გავაკეთებთ თქვათ პოპულარულ ენაზე, როგორც არის ჩვენი ფილმი. 1804 წელს ბერნარდ ნეაპოლელის მემკვიდრეობა პატარა სოფელია ტოლე დელ გრეკო ნეაპოლთან, რომლის დიდი მონასტრის წინამძღვარიც იყო შემდეგ უკვე იტალიაში დაბრუნების შემდეგ. და ეს მემკვიდრეობა მისი აღმოაჩინა დიდმა ქართველოლოგმა ავსტრიელმა უგო შუხატმა. ამასთან დაკავშირებით ილიას ივერია დამცნობდა ქართულ საზოგადოებას, რომ აი ესეთი საოცარი განძი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბერნარდ ნეაპოლელის მემკვიდრეობაში გარდა მისი ჩანაწერებისა არის ქართული წიგნები, რომელიც რომში იბეჭდებოდა სალიტა დელ გრილოზე, ჯერ კიდე მას შემდეგ რაც ნიკიფორე ირბახმა ქართული სტამბა გააკეთა. ნუ ბევრი ისეთი რამე, რაც სხვადასხვა სომხური წიგნებიც არის მის, მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს ყოფილა სომხეთში. ეს ნუსხა სრულად გამოქვეყნდა მაშინ ილიას ივერიაში. მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ეს მონასტერი ტოლე დელ გრეკოს მონასტერი დაიხურა და მონასტრის დახურვის შემდეგ მოხდა ისე, რომ მთელი ეს ბიბლიოთეკა გაიფანტა სხვადასხვა არქივებში. და ამ ბიბლიოთეკის შეგროვების შემდეგ უკვე 1926 წელს ამ ყველაფერმა თავი 1926 წელს ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკაში და ქართველთაგან იქ ყოფილან ალექსანდრე ცაგარელი, იქ ყოფილა მიხეილ თამარაშვილი და იქ ყოფილა გრიგოლ ფერაძე. ამასთან დაკავშირებით აი ცნობები და ძალიან ბევრი. მოკლედ ამ ფილმის გადაკეთება გადავწყვეტეთ სწორედ აი ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ. და გავემგზავრეთ ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკაში, ეს გახლდათ
2023 წელი გახლდით ქეთევან დუმბაძე, ლევან მაჭარაშვილი, მამასთან ერთად ბრძანდებოდა იტალიური მხარიდან ქალბატონი ნუგელაძე, ქალბატონი თამარ ბერიძე, რომელსაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ნეაპოლელებთან კომუნიკაციის საქმეში და სწორედ მაშინ მოხდა აი ამ ყველაფრის ფირზე ასახვა ფილმის გაკეთება. რომის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გაგა შურღაია არის ჩვენ ფილმში, ასე ვთქვათ, მთხრობელი კი არა, უფრო ვიტყოდი რომ ინტერვიუერი. და მაშინვე გაჩნდა იდეა ამ ყველაფრის გაციფრებისა. შემდეგ უკვე გავიდა 2 წელი, ჩვენ არ გადავწყვეტეთ ამ ფილმის პრემიერა არც საქართველოში და არც ნეაპოლში, იმიტომ რომ აი ამ სწორედ ამ გაციფრების პროცესზე საუბარი მიმდინარეობდა. ხოლო როდესაც მივმართეთ კულტურის მინისტრს ქალბატონ თიკა რუხაძეს, მან ეს იდეა ძალიან აიტაცა და კულტურის სამინისტრო ძალიან მხარში დაგვიდგა. სწორედ აი მაშინ გადავწყვეტეთ, რომ ეს ყველაფერი გაციფრებული იყო და ეს გაგვეკეთებინა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. აქვე გაჩნდა მემორანდუმის იდეა და შემოერთებული ბატონი მირიან ხოსტაშვილი ალბათ ჩემზე უკეთ მოგვახსენებს. კი ბატონო მირიან ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ანუ ამ უდიდეს ორ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვისაუბროთ მიზანზე და მნიშვნელობას. რასაკვირველია, დილამშვიდობისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კულტურის სამინისტროს, ქალბატონ თამარს, ქალბატონ მაიას, ქალბატონ კეთის იმისთვის, რომ სანამ ჩვენამდე მოვიდოდა ეს ამბავი, მანამდე წინაპირობები ქონდა, რაზეც თამარმა ისაუბრა. შესაბამისად, ჩვენთვის ამ მემორანდუმის გაფორმება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, არა მხოლოდ იმ ნაწილის გაციფრებისა, რაზეც არის საუბარი, უგულისხმობთ ბერნარდე ნეაპოლელის არქივს, არამედ ზოგადად ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ბიბლიოთეკა ევროპაში, თავისი ტრადიციით, თავისი ფონდებით და თავისი მასალით და საბიბლიოთეკო ტრადიციით, ასე ვთქვათ და შესაბამისად ეს თანამშრომლობა გვაძლევს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგზე გასვლის უნარს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მათი გამოცდილება გავიზიაროთ. და არა მხოლოდ არქივების გაზიარების თვალსაზრისით, არამედ მათი დაცვის, მოვლის და ასე შემდეგ. და ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას მათთან, ველოდებით რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩვენი საქმიანობა გავაცნოთ და თავისთავად ცხადია იმ დოკუმენტების ისტორიული მნიშვნელობა არის განუზომელი, რაზეც იყო მთავარი თემა და რაც გაციფრდა და რასაც ველოდებით რომ უკვე გამოიცეს. კი ბატონო, და აი არქივების გაზიარება აღნიშნეთ და საინტერესოა ეს როგორ მოხდება. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი არქივი წლების 10 წლეულების მანძილზე იყო დაცული ამა თუ იმ ბიბლიოთეკაში, მათ შორის საქართველოს შესახებ და ძალიან ბევრი ისტორიული დოკუმენტი იყო როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი. ასევე ზოგადად თავისთავად ფართო საზოგადოებისთვისაც. სწორედ ჩვენი მისია და როლი არის ის, რომ ისტორიის ის დაფარული ფურცლები და დოკუმენტები გავხადოთ თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი, რაც აქამდე ხელმისაწვდომელი იყო, გარკვეულწილად ეს ყველაფერი ჩვენს ისტორიას უფრო ნათელყოფს და აი ჩვენ საქართველოს ისტორიაში ბევრი ფრაგმენტი არის, რომელიც მეტნაკლებად ბურუსით არის მოცული. და ის სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ახალი დოკუმენტები შემოვიღოთ სამეცნიერო ბრუნვაში, ხელი შეუწყოთ მით დამუშავებას და გაცნობას და რა თქმა უნდა, ქართველი მეცნიერებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეხლა ეს მაინტერესებს, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება? აუცილებლად, პირველ რიგში ჩვენ უკვე გვეგმოთ დაწყებულია მუშაობა გამოცემებზე, ორი მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება და ამაზე ალბათ უფრო ფრთლად ვისაუბრებთ. და ეს გამოცემები იქნება როგორც ელექტრონული ფორმატით ხელმისაწვდომი, ასევე ბეჭდურადაც და შეიძლებათ რომ გაეცნონ, წაიკითხონ და ამუშაონ და ასე შემდეგ. არა მარტო ამ პერიოდის, კონკრეტული პერიოდის მკვლევარებს, რომელზეც გვაქვს მაგალითად მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიის მკვლევარებს, არამედ ზოგადად საზოგადოებას, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი და ისტორია აინტერესებს. კი ბატონო, და ესეთი კომპლექსური, ასე ვთქვათ, ღონისძიება გაიმართა, ხო, წიგნის კუთხეზეც მინდა რომ ვისაუბროთ. წიგნის კუთხეზე კითხვა მე ვფიქრობ, რომ მაინც ბატონ მირიანს, თუმცა ჩვენ სიამაყით აღვავსო ქართული წიგნების ნეაპოლში დანახვა. კი ბატონო. კი, ძალიან დიდი მოვლენა იყო ეს ამბავი და რა თქმა უნდა, მადლობა ორგანიზატორებს იმ თვალსაზრისით, რომ მოგვეცა საშუალება, რომ ნეაპოლის ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა ქართული წიგნის კუთხე. ეს არის ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია.
და ეს წიგნის კუთხე არ ნიშნავს, რომ მივიტანეთ ჩვენ ყველამ ერთად წიგნები საქართველოს შესახებ, ძირითადად ჰუმანიტარული მიმართულების წიგნებია, ლიტერატურა, ისტორია და სხვა და არ შევიტანეთ საცავში, არამედ ღია წვდომაში იქნება საზოგადოებისთვის, ამ ბიბლიოთეკის დამთვალიერებლისთვის და ვიზიტორებისთვის და მათ შორის საინტერესო არის ის, რომ ნეაპოლში ცხოვრობს ბევრი ქართველი ემიგრანტი და ამ ემიგრანტებსაც შეეძლებათ, რომ თქვათ ქართულ ენაზე ლიტერატურა, რომელიც მათთვის თქვათ აქამდე ხელმიუწვდომელი იყო, ლიტერატურით ისარგებლონ, გამოიყენონ და ასევე რასაკვირველია ჩვენი მთავარი მიზანი კიდევ არის ის, რომ უცხოელი მკვლევარები ჩვენი ქვეყნის ისტორიით დაინტერესებული მკვლევარები ქართველოლოგები და არა მხოლოდ შეძლებენ სხვადასხვა ენაზე ჩვენი ქვეყნის გაცნობას და აი სწორედ ამ წარმოჩინების ნაწილს ემსახურებოდა ეს ჩვენ სხვა შორის ევროპის არაერთ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თუ მუზეუმში და სხვადასხვა საზოგადოებებში გვაქვს გახსნილი ქართული წიგნის კუთხეები და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. კი ბატონო და რაც შეეხება ფილმს, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რა თქმა უნდა, ჩართული. დიახ და აი ქალბატონო მაია მაინტერესებს ანუ თქვენი მოსაზრება და თქვენი ჩართულობა პირადად კი ბატონო მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის და ყურადღებისთვის რომელიც გამოიჩინეთ და მივესალმები მსმენელს და მაყურებელს. იცით სწორედ მაგიდან მინდოდა დამეწყოდა დამასწარით კითხვა. ფილმის ჩვენებისას საზოგადოება არა მარტო ქართული საზოგადოება ესწრებოდა, რასაკვირველი იმ დარბაზში იყო იტალიელი მაყურებელიც და იცით რა ძალიან ემოციური იყო ეს და აი თვალში საცემად იგრძნობოდა იცით ის ყურადღება რომელიც გამოიჩინა იტალიელმა მაყურებელმა და იცით რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ემოციური თვალსაზრისით არამედ კულტურათა გაზიარების და კულტურათა ურთიერთობის თვალსაზრისით და განსაკუთრებით ისეთი პატარა ერისთვის როგორიც საქართველოა რომ ჩვენი კულტურა წარმოჩინდეს მსოფლიო კონტექსტში და მოიაზროთ და გავიაზროთ მსოფლიო კონტექსტში რაც შეეხება აი მემორანდუმს და საერთოდ ამ ღონისძიებას და ამ ნაბიჯს რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს დახმარებით და ეროვნული ბიბლიოთეკის ასე ინიციატივით და სურვილით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანია. კი წარმოიდგინეთ თითქმის 4 საუკუნის განმავლობაში ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკაში იტალიის დიდ წიგნს საცავში ინახებოდა ქართული საგანძური. და ხელი მიგვიწვდება ახლა ჩვენ ყველას თუმცა მანამდეც იყო რასაკვირველია გარკვეული კვლევები რასაკვირველია საუკუნის მე-20 საუკუნის დასაწყისში და მიგვიწვდება ყველას ხელი ახლა რომ შევეხოთ ამ საგანძურს და თვალი გადავავლოთ ახლა მე ჩემი კუთხიდან ვიტყვი როგორც ფილოლოგის თვალსაზრისით გადავავლოთ ხალხური პროზის განვითარების გზას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო თვალსაზრისით. იმ სიუჟეტების ზებნა, პარალელური სიუჟეტების ზებნა, ახლა მე ვლაპარაკობ ქართულ ზღაპრებზე, რომელიც ბერნარდე ნეაპოლელის მიერ არის ჩაწერილი 12 ზღაპარი. თავიდან იყო თითქოს 10 ზღაპარზე ლაპარაკი, მაგრამ შემდეგ მიკვლეული იქნა კიდევ 2 ზღაპარი და ამ ზღაპრების დაკვირვება კვლევა აი ამ როგორც მოგახსენეთ ხალხური პროზის განვითარების გზაზე დაკვირვების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არა მარტო და მნიშვნელოვანია არა მარტო სამეცნიერო კუთხით ქართული საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ იმაზე რომ მე ვაკეთებ ახლა გათანამედროვებული ამ ზღაპრების ადაპტირებულ და რედაქტირებულ ტექსტებს შევთავაზებ ქართულ საზოგადოებას რომელიც თარგმნილი იქნება და იტალიურ ბიბლიოთეკაში ამდენი ხანი რომ ჰქონდათ ეს ზღაპრები და საერთოდ არ იცოდნენ რა იყო იქ რა ეწერა უკვე იტალიურ ენაზეც ექნებათ საშუალება მათ რომ წაიკითხონ ეს ზღაპრები და ინგლისურადაც წარმოიდგინეთ ესე იგი აქ არის მხედრულით არის ეს ზღაპრები საკმაოდ რთული ტექსტებია მიუხედავად იმისა რომ მხედრულია თუმცა იქ არის რაღაც ხუთსური ფრაგმენტებიც და აი ხა რომ ვკითხულობ და ვაკეთებ ძალიან ბევრი პარალელი მოდის და ხვდები აი მაგალითად უკვდავების მაძიებელი ჭაბუკის ზღაპარი ყველასთვის ცნობილია ესე იგი ჯერ კიდე გილგამეშის ეპოქაში აქვს ძირი ამ ზღაპარს და წარმოიდგინეთ ეს 4 საუკუნე ზღაპარი ისე იდო ბიბლიოთეკაში რომ ხალხში იქნებოდა პარალელური სიუჟეტები, მსგავსი სიუჟეტები ისე რომ წარმოდგენა არ ქონდა ამის შესახებ. ესე იგი სამყარო მაშინ, რომ გილგამეშიანი ეპოსი საქართველოში გადმოვიდა, იტალიაში გადავიდა, აზია მოიცვა, ევროპა მოიცვა, ნუ მიუხედავად იმისა, რომ
თითქოს ეს ურთიერთობები ადამიანთა შორის, როცა კომუნიკაციის საშუალებები არ იყო ასეთი ღია, თითქოს არ იყო, ისეთი საოცარი რაღაცებია, თუნდაც იგივე წერილები, რომელზეც მოკლედ ვაკეთებთ ორ ფილმს, ორ წიგნს, რომ ძალიან ეს არ ჩვენ რო ვიცით ეს ამბავი რაღაცნაირად ისევ საუბრობთ. ორ წიგნს ვაკეთებთ ბიბლიოთეკასთან ერთად. ერთი გახლავთ სწორედ ეს ზღაპრების თანამედროვე ვერსია, რომელიც ქალბატონი მაიამ მოგახსენათ, მეორე გახლავთ ის მიმოწერა, რომელსაც ბერნარდ ნეაპოლელი აწარმოებდა თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც მას დარჩა საქართველოში. იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ადამიანი გახლდათ ადამიანი, რომელმაც შეისწავლა ქართული ენა, როგორც მეცნიერები ამბობენ, გაცილებით უკეთ ვიდრე ფრანჩესკო მაჯომ, ვინც შექმნა პირველი ქართული გრამატიკა მსოფლიოში. და ეს გახლდათ ადამიანი, აი გაგაშურღაია ამბობს ამ ტექსტ ჩემ ფილმში, რომ მან მოახერხა დამდგარიყო თავის ეპოქაზე და თავის ინსტიტუციის ინტერესებზე მაღლა დაენახა იმ ქვეყნის კულტურას, სადაც მივიდა, შეეყვარებინა და მთელი ცხოვრების განმავლობაში შემდეგ ყოფილიყო ამ ქვეყნის კულტურის პოპულარიზატორი და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ბრძანდება ადამიანი, რომლის სახელიც საქართველოს უნდა იცოდეს და რომელსაც შესაბამის პატივს უნდა სცემდეს, ისევე როგორც კასტელის, ისევე როგორც ბევრ ევროპელ თუ აზიელ მეცნიერს მოგზაურს თუ ხელოვანს, რომელსაც საქართველოსთვის რაღაც გარკვეული რამ გაუკეთებია. უკანასკნელი მათგან არც ბერნარდ ნეაპოლელი. და აი ქალბატონ თამარ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ რაც შეეხება ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის პოპულარიზაციას, სწორედ აი ასეთმა ადამიანებმა დაიწყეს, მოდით ასე ვთქვათ, ერთია ჩვენ რას ვაკეთებდით, დაუშვათ ჩვენი წინაპრები რას აკეთებდნენ, ხო? მაგრამ მეორე აი ეს მისიონერები, მეცნიერები, მკვლევარები, რომლებიც მოგზაურობდნენ ხო და გახონდათ ჩვენი კულტურა და ისტორია და უცხო თვალით დანახული კიდევ სხვა არის. რა თქმა უნდა, ის როდესაც ნიუანსები შეიძლება კი ბატონო, თავის ქვეყანას აწვდის უკვე სხვა ქვეყნის კულტურას და თან ასე დეტალურად და კიდევ ვინც აიხა შემოგვერთა მათ საყურადღებოთ რომ გავამახვილოთ აქცენტი რაზე. ანუ ის დოკუმენტაცია რაც არის შენარჩუნებული, რაც შენახულია, ხო? ანუ ბერნარ ნეაპოლელის თვითონ დოკუმენტაცია რას მოიცავს უშუალოდ. ეს არის პირადი წერილები, უპირველეს ყოვლისა, რომელსაც ის აგზავნიდა საქართველოში და საქართველოდან მას მისდიოდა, როდესაც ის უკვე დაბრუნდა იტალიაში. ისტორიულ პირებთან. და საინტერესო ის არის, რომ ქართულში გავარჯიშების მიზნით ბერნარდ ნეაპოლელი იმ წერილებს, რომელსაც აგზავნიდა თვითონ პირველ პირებს იწერდა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პასუხიც და წერილიც და აი ყველანაირი კუთხე მქონდეს ხელთ. აქ არიან ისტორიული პირები, რომელთა შესახებ ჩვენ ბევრი რამ ვიცით, თქვა შაჰნავაზი. არიან ისტორიული პირები, ვინც გაგვიგია რომ არსებობდნენ, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცით. და არიან ისტორიული პირები, ვის შესახებაც ჩვენ საერთოდ არაფერი გვსმენია. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მე არა ვარ ისტორიკოსი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ისტორიკოსებს გქონდეთ საშუალება შემდეგ იკვლიონ. ეს იქნება დოკუმენტები, რომელიც თანამედროვე ქართულ ენაზე წარმოადგენს აი ამ კონკრეტულ დოკუმენტებს. კვლევარებისთვის არის ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, ძალიან ისტორიული რაც ყველა კულტურული თვალსაზრისით და ყოფას ასახავს ეპოქისას. ეს არის პერიოდი, ურთულესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში. საქართველოს დაშლილი სამეფო სამთავროებიდან და პრაქტიკულად ყველას აქვს დამოუკიდებელი განვითარების გზა საქართველოს სამეფო სამთავროებს და კუთხეებს. შესაბამისად ის აი ამ კონტექსტშიც ძალიან საინტერესო რა ვითარება ქვეყნის შიგნით. და რაც შეეხება ქალბატონ მაიამ ბრძანა, რომ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც ზღაპრების აღქმა, გაგება. ის ყოფასა და კულტურის სურათსაც დაგვანახებს ჩვენ და აი მე როდესაც ეს გამოიცემა ფოლკლორისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ქართველებს ყოველთვის უჭირდათ ზღაპრების წერა. ყველა მეორე პოეტია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ აი ზღაპრის წერა კიდე სხვა კულტურა, სხვა ხელოვნება, სხვა ცოდნას მოითხოვს და განსაკუთრებით ხალხური ცოდნას. და ხალხური ზღაპარი ხშირ შემთხვევაში ხსნის ეთნოფსიქოლოგიის გარკვეულ დეტალებსაც კი. აი სწორედ ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ენობრივი თვალსაზრისით ეს ფილოლოგებისთვის მნიშვნელოვანია რა, მაგრამ ამის კი ბატონო, ნამდვილად და ანუ კვლევა სასაუბრო იმდენია, მეგონი რამდენიმე ეთერი დაგჭირდება, თუმცა იმდენად საინტერესო თემაა, თუმცა ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ შევაჯამოთ მომავალზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეთ, მაგრამ
კიდევ თუ არ მინდა რამე დაგვრჩეს და გამოგვრჩეს და თავარი სამომავლო გეგმა ნინო ის არის რომ ამ ვიზიტის პერიოდში ჩვენ ნეაპოლიდან წავედით რომში და გქონდა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს ელჩთან ვატიკანში ბატონ დავით მექვაბიშვილთან რომელთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებზე ვისაუბრეთ ვატიკანის ბიბლიოთეკა და იქ საერთოდ იქ დაცული ქართული საფუთები და არქივები ეს არის უდიდესი საგანძური და პირველი ნაბიჯი იყო ამ ვიზიტამდე ის რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს მემორანდუმი ბიბლიოთეკა აპოსტოლიკასთან ამავდროულად თქვენს მონამორჩილთა აქვს შექმნილი ფილმი ნიკიფორე ირბახი რომელიც პირველი ელჩი იყო ვატიკანში მოკლედ აი ეს ორი იდეა ერთმანეთს გადაეჯაჭვა დეკემბრის თვეში ვინაიდან ნიკიფორე ირბახის იუბილეა ჩვენ მივდივართ რომში მიწვეულები ვართ ამ ფილმის პრემიერით ამას გარდა გამოცემებისაც წარვადგენთ ამ კონკრეტულ წიგნებს ჩავიტანთ ბიბლიოთეკაში რომელზეც მოგახსენეთ და ვაჩუქებთ ამის გარდა კიდევ მუშაობთ წიგნზე ნიკიფორე ირბახი და ფრანჩესკო მაჯო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და მწერალთა სახლთან ერთად და ამ წიგნსაც მივართმევთ ვატიკანში და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ამ საბუთების კატალოგიზაცია რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას აკეთებს აი ამასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკა იწყებს ძალიან აქტიურ მუშაობას და ჩვენ ვიწყებთ კინემატოგრაფიული კუთხით და არ შემიძლია რომ მადლობა არ ვუთხრა ყველა სახელით პირადად ქალბატონ თიკარუხაძეს და კულტურის სამინისტროს ასეთი საოცარი თანადგომისთვის რომელთაც ჩვენ მუდამ გრძნობთ მათგან გრძელდება ქართული კულტურის პოპულარიზაცია საგანძურის შეფასების კუთხით დაფასების კუთხით და გაცნობის კუთხით მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში ჩართულია და დასაკვირველია ძალიან დიდი მადლობა ყველას ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმიტომ რომ აი წეღანას დასაწყისში ვთქვი რომ ჩვენ უკვე გვეძლება საშუალება ბევრი ისტორიკოსის მკვლევარის ოცნება ავასრულოთ იმ თვალსაზრისით რომ არსებობდა ცნობა რომ სადღაც რაღაც ინახება მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შესახებ მაგრამ წვდომა არ ქონდა და ეხლა კი ამ ხელშეწყობით ამ ერთობლივად ორგანიზებული პროექტებით შესაძლებელი გვექნება რომ სწორედ ეს მასალები ჩვენი ქვეყნისთვის გავხადოთ ნაცნობი და ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა მკვლევარებისთვის ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ბედნიერება როდესაც აი ესეთი მასალა აქვთ ხელთ. დასაკვირველი. გისურვებთ წარმატებებს ძალიან დიდი მადლობა